ეს ამბავი ერთ ჩვეულებრივ, სხვებისგან არც ისე გამორჩეულ, მაგრამ საკმაოდ პატიოსან ახალგაზრდა კაცს გადახდა. მოკლედ, ჩვენი გმირი ძალიან წესიერი, უკაცრავად, ძალიან წესიერი ადამიანი გახლდათ, რომელიც ერთ დროს შემოქმედებით მუზებს ეთამაშებოდა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს კალამი ნიჩაბზე, ხოლო დაფნის გვირგვინი ამდაგვარ მუზარადზე გაცვალა, რადგან რეალობა მაიძულა. ეს რეალობა კი ოჯახური რეალობა, ასეთი გახლდათ და ის უფრო მეტ მზრუნველობას, დაფიქრებას და რაც მთავარია, მეტ ფინანსებს მოითხოვდა. ასე რომ ჩვენმა წესიერმა გმირმა უპრობლემოდ გადადო თავი ფიზიკური, მაგრამ როგორც დაპირდნენ, კარგად ანაზღაურებადი შრომისათვის. ასე შრომაში და თავდადებაში გადიოდა დრო. ჩვენი გმირი მართლაც რომ არ ზოგავდა თავს იმისათვის, რომ მის საპატიო მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს არ მოკლებოდა არაფერი. უკაცრავად, არ მოკლებოდა არაფერი. ერთისთვის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ ახალგაზრდა წესიერი მეუღლე დაპირებული თანხის ასაღებად გაემართა. თუმცა სამწუხაროდ იმედებმა ამჯერად ვერ გაამართლა. რამდენიმე ობიექტური მიზეზის ჩამოთვლისას მას დაპირდნენ, რომ ხელფასი ამ თვეში არა, მაგრამ შემდეგ თვეში უსიკვდილოდ იქნებოდა და თანაც ორჯერ მეტი. ჩვენი გმირი, როგორც იცით, საკმაოდ წესიერი ადამიანი გახლდათ. ასე რომ იგი იმედგაცრუებული, მაგრამ სამაგიეროდ უკეთესი მომავლის რწმენით დაბრუნდა სახლში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, იგივე განმეორდა მეორე, მესამე და მეოთხე თვის ბოლოსაც. რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლის დაპირებებით. ჩვენი წესიერი გმირი ოცნების კოშკებს აგებდა. აბა რა, მას ხომ ერთ თვეში 2, 3 და 4 თვის ხელფასს მისცემდნენ. დრო გადიოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. სამაგიეროდ იცვლებოდა, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიური რეალობა. ბოლოს და ბოლოს ცვლილება დაეწყო ჩვენი პატიოსანი და წესიერი გმირის მოთმინებასაც. და აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ხელმძღვანელობასთან ხანგრძლივი და არც ისე წყნარი დიალოგის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაპირებები ისევ დაპირებებად დარჩებოდა, თანაც გაურკვეველი ვადით. დრო კი არ ითმენდა. ჩვენი პატიოსანი და წესიერი გმირის თავში კი პროტესტის არც ისე სასიამოვნო ფორმებმა დაიწყეს ჩამოყალიბება. მაგალითად, ასეთმა. ან ასეთმა და რაც უფრო საშინელია, ასეთმაც. ასე რომ ჩვენი ახალგაზრდა, წესიერი, მაგრამ მოთმინება დაკარგული გმირი საკმაოდ არასახარბიელო პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდა. სამწუხაროდ. რაც უფრო ნაყოფიერად შრომობს მუშახელი, მით უფრო ნაყოფიერი უნდა იყოს მისი შრომის ანაზღაურება. ვინც მუშაობს, ის უნდა ჭამდეს, ხოლო ვინც არა. რას ჭამენ და რა ხელფასით ჭამენ დღეს? სწორედ ამ საკითხის გასარკვევად ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს გავესაუბრეთ, სადაც ჩამოედინება მდინარე მტკვარი. დაგვიანებს ხელფასი მერე გამოჩნდება. ვიხარია და ვიღებ ესე. სოფელი მაგთვა ჩემი ხელფასი დასიწყოთ ასე 48-ის მასლები და 48-ის წყალი მინდა მე თვეში. იმ დღეს დამირეკეს, მით დღეს არიქა ხელფასია და არ დავიჯერე. მეტი რაღა უნდა იყოს. თურმე ასე ფასდება ჩვენთან კაცობრიობის უდიდესი ფასეულობა. შრომა. არა და როგორ არსებობენ ადამიანები ხსენებული მწირი ხელფასით. საკითხავი ეს არის. ვერ იცხოვრებ ამ ხელფასით. ფაქტებურად ვერ იცხოვრებ. როგორ გეკადრებათ ეს ხუმრობთ თუ მართლა მეკითხებით? ვაიმე არა როგორ გეკადრებათ, იმაზე როგორ შეიძლება ცხოვრება. თქვენც ხომ კარგად იცით რომ არ შეიძლება. და მიუხედავად ყველაფერ ამისა, დღეს ჩვენი ხალხი ღირსეული ეროვნული სიმშვიდის განსახიერება. მე მრჩევია საქმე ვაკეთო, ვიდრე ქუჩაში რაღაცები ტრანსპლანტებით გამოვიდე და ვიყვირო. რა სიზავ? სხვასაც უჭირს და მეც გავიჭირვებ. ასეთი, სწორედ ასეთი, ზუსტად ასეთი გვწამს ჩვენ სოლიდარობა. საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირას. იყო და არა იყო რა, იყო და არის ერთი თქმულება. ფსიქოლოგიური თქმულება.
რომლის მიხედვითაც თურმე აზიურ ქვეყნებში სოციალური აფეთქებები ნაკლებად ხდება. რცხვენიათ ალბათ და? მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპის დამსახურებულ ნაწილად ჩათვალეს, მე ვარ ქართველი, მაშა სადამე ვარ ევროპელი. ქართველი ადამიანი თავისი ბუნებით მაინც აზიელი დარჩა. ამიტომ ამ საინტერესო გამოკვლევის შედეგი ჩვენზეც ვრცელდება. მაგალითად, ძალიან გაჭირვებულ ქართველებსაც კი ძალიან უჭირთ. ებჯო, უჭირთ და რაქნან? საკუთარ მატერიალურ გაჭირვებაზე სახალხოდ ხმის ამოღება. სამაგიეროდ სახალხოდ მთელი გულით და სულით უდგან ამ გვერდში სხვა გაჭირვებულ ხალხებს. საწყალი კოსოვოელები. ქართველი კაცი თურმე სერიოზული ბუნტარია. როცა საქმე ძალიან იდეალისტურ და ძალიან ინდივიდუალისტურ თემებს ეხება. და ყველაზე ბევრს ნერვიულობს ფასეულ ღირებულებებს. ენა, მამული, სარწმუნოება. ამიტომაც ქართველი დაუღალავია არამატერიალური პრობლემების გადაწყვეტაში. ვაშა თვითრეალიზაციას. მატერიალური საკვები ხომ არც ისე აუცილებელია. ასე ცხოვრობდა და კიდევ იცხოვრებს დიდხანს. ერთი პატარა ქვეყანა, რომელშიც ალბათ კიდევ დიდხანს სანამ აზია იარსებებს. იცხოვრებს რომანტიული და არამიწიერი ხალხი. საკმაოდ რეალური ზღაპრის დასასრული. და ასე იყო. ძლიერი სუსტს როგორ არ უნდა დაეხმაროსო. და ეხმარებოდნენ. სუსტ გაჭირვებულ ქართველებს ძლიერი ქვეყნები. აჰა, თქვენ და დააპურეთ მშიერი ხალხიო. ეხმარებოდნენ. ეს ჰუმანიტარულიო, ეს მორალურ-ფსიქოლოგიური და ესეც მატერიალურიო. და მადა ჭამაში მოდისო. ისე მოეწონათ სუსტი ქვეყნის ძლიერ მჭამელებს ეს ამბავი, რომ მეტი არ იქნება. ფული მაინც მუქთაო და ხალხს სადაც აქამდე გაუძლია უხელფასოდ, პატარა ხანს კიდევ გაძლებს. ჩვენ კი ვატრიალოთ ეს მუქთა ფული. ხეირისმეტი გადაგვრჩებაო. ის კი არა, იმასაც ამბობენ, ქართული ოფლითაც კი იშოვება საკმარისი ფული. მაგრამ რომ შევა იქ სადაც შესასვლელია, მერე იქიდან ქეუჭირს გამოსვლაო. 10 კი არა, 20 წელი იქნებით ასე. ხომ შეეჩვიეთ? და გადაჩვეულს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევ. აბა. თქვენ ამ გადაცემის ნახვის დროს ახალი ვერაფერი აღმოაჩინეთ, ესე იგი თქვენ არ ყოფილხართ თვარეზე მოგზაურობისკენ მიდრეკილი. აბა